არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინა საარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო სპეციალური ანგარიშით შეფასდა. გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაცია არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში არსებულ არასათანადო მდგომარეობას ასახელებს. კერძოდ კი დასახელებულ არჩევნებამდე 1 წლით ადრე შეცვლილი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, პოლიტიკური პარტიების გარშემო განვითარებული მოვლენები, მედია გარემო და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობების შეზღუდვა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არჩევნებზე უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდათ. დასახელებული მიზეზების გამო ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში პირველად არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა ორგანიზაცია განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას. ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს ჩვენთვის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. სამართლიანი არჩევნების მოსაზრებით ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ჩვენ მნიშვნელოვანწილად უკვე შეგვიძლია არსებული გარემოს გათვალისწინებით შევაფასოთ, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად არის საჭირო მინიმალური პირობები ქვეყანაში და ამ მხრივ, როგორც აღინიშნა, სამი პირობა, რაც მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ არის განსაზღვრული და რომელსაც მიერთებულია საქართველოს, სამივე ნორმა არის მნიშვნელოვნად დაყვეული, მათ შორის ითქვა ცლად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში და ასევე პროცედურულ გარანტიებზე, რაც გულისხმობს არჩევნებზე დაკვირვების მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობის არსებობას ქვეყანაში და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, სამწუხაროდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ფაქტობრივი კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე კიდევ უფრო გაძლიერდა.